ვენერა ობოლაშვილი საკუთარ შვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალი, რომელსაც საზოგადოება ძიმე კრიმინალური ქრონიკიდან იცნობს, დღეს ამბობს, რომ თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. ვენერა ობოლაშვილმა არაერთი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაში 13 წელი გაატარა. ახლა კი სრულიად სხვა რეალობაზე საუბრობს, ოჯახურ დაპირისპირებაზე, შიშზე და საკუთარ შვილთან დაძაბულ ურთიერთობაზე. ქალი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული ბრძოლა ახლა ციხის კედლებს გარეთ, საკუთარ ოჯახში დაიწყო. კურიერი პიესმა ვენერა ობოლაშვილის შვილიც ჩაწერა. ის დედასთან კონფლიქტს არ უარყოფს, თუმცა კამათის მიზეზებსა და დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს. რა ხდება ოჯახში, სადაც წარსულის მძიმე ისტორიებს ახლა ახალი კონფლიქტი ემატება. მარიკა გოცირიძის და გიორგი გუჯაბიძის ექსკლუზიური რეპორტაჟი. წამომითაქებს ხოლმე რა, თუ არ გავიქეცი, შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს. არ მინდა ჯერ სიკვდილი კაცო რა ვქნა. ზეწოლის მსხვერპლი ვარაბარა ვარ. ვენერა ობოლაშვილი ამბობს, რომ ამჯერად მსხვერპლია. მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი ახლა ძალადობაში შვილს ადანაშაულებს და მიღებულ ტრავმას გვიჩვენებს. აი ახლა ფეხი ჩალუგებული. ნახეს უგასა. და რა ჩაგარტყათ? ფეხი ამომარტყა. დედაშვილის კონფლიქტში პოლიციაც ჩაერთო და ობოლაშვილის ვაჟს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. შემაკავებელი რა თქმა უნდა მეორე დღეს გამლახა და ის წინა დღეს ეს ამათ მოვიდნენ ინსპექტორი და ის იყო დაწერეს ეს ყველაფერი და მეორე დღეს ისე წამომითაქა. ჩვენებურად გახურად. შარშანაც იყო დაკავების შეუფარდეს ორი თვე იყო და ორი თვის მერე მკითხეს რომ ხალბატონო ვენერა გავასამართლოთო თუ აპატიებთო და ვაპატიებ მე მეგონა რომ რაღაცა ჭკუაზე მოვიდრე და უარესებს აგაკეთებს. სერიული მკვლელის სახელით ცნობილი ქალი ამბობს, რომ შვილთან მიმართებაში ლოიალურია. ეხლა სხვა რო იყოს, ხო იცი, არაფრით არ ვაპატიებდი მე მამა. ჩემი შვილია. შვილს დავუყო. რო მეუბნები, ბიჭო, არ შეიძლება ესე როგორც შენ იქნებ. მე ხო დედა შენი ვარ, შვილო, რატო აზერზე ვერ მოდიხარ, რატო აკეთებ ამას? ნახევარი მსოფლიო მიცნობს და ნახევარი მსოფლიო პატიმს ამცემს. მე ძალიან ბევრი ფანები მყავს, მე ვთხარი. შენ ნუ თუ ეს არ გესმის მეთქი. არის არ უნდა. დედასთან ჩხუბის ეპიზოდებს არ უარყოფს, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი ობოლაშვილის შვილმა არ ისურვა. სცემთ ხოლმე? ხანდახან ყველა ჩხუბს ხანდახან. დედაშვილს კონფლიქტი ამ სახლის გამო აქვთ. ეს სახლი ის უნდა გავყიდო და თბილისში ვიყიდო მე ბინაო, მე აქ არ მინდა ყოფნაო. სად წავიდე კაცო? აი მე იქიდან იწყება ჩხუბი, ყველაფერი რაღაცა. იძულებული ვხდები რომ მოვითხო ბინა სხვა ადგილზე რომ ბინა მომცენ რაღაცა. ვენერა ობოლაშვილმა 13 წლიანი პატიმრობის შემდეგ რესოციალიზაციის პროცესი უკვე გაიარა და ახლა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. სახლში ვარ, ქათმებს ავზდი. ეზოსული, სახლს, კარს, მეურნეობა და სოფელი ძალიან მიყვარს. სერტიფიკატიც მაქვს და სულ ყველაფერი. მე ხო აგრობიოლოგი ვარ. მაინც მიწასთან, მცენარეებთან ყოველთვის საქმე მაქვს. იქაც ვაშენებდი ყოფნის დროს დაწესებულებაში. პარნიკი მე ჩამაბარა ხალბატონანესთან მე ვამუშავებდი. ვენერა ობოლაშვილს საზოგადოება კრიმინალური ქრონიკებიდან იცნობს. მეთქი შეაფერისტო. გახმაურებული მკვლელობების საინტერესო თხრობით. რაც შეეხება მარია არზამასცევას, წოწმარია მე ძალიან მიყვარდა. ტახტიდან წამოვაგდე. კედლისკენ გავაქანე და ჯერ გარდირობს მივარტყმევინე თავი, მერე კედელთან ყელში ხალები წაუჟე. იაწებე ზადუშ უправდათ ის სტარი სუჩკა მე ვუთხარი. გავუჭირე ყელში თოკი და მოახჩე. როგორ ჩადებთ ჩანთაში, აბა ზუსტად როგორ? ასე მოვკეცე. თოკები ამოუჭირე. დანაშაულის აღიარების მიუხედავად დღეს ამბობს, რომ სინამდვილეში მას არავინ მოუკლავს. გამომძიებლებმა და იმათ შექმნეს ეს. აბა ეხლა თვითფრინავიდან შეიძლება რომ ადამიანი გადმოვაგდო? თუ მატარებლიდან. გინდას მატარებლიდან. მატარებლიდან ეხლა რო ვიყო რაღაცა 1 2 მეტრიანი ქალი, აი უძლიერესი რომ დაავლო კასტრელი და გაისროლო. შეიძლება იმ კაცმა მე გადამაგდო საკეთ კაცო. თქვენ თვითონ არ ყვებოდით ამ ისტორიას? ეს უნდა მომეყოლა, ისე სვანაირად არ შეიძლებოდა. და ვინც კი სადმე დაკარგული იყო, ლოთი თუ რა ვიცი მაწანწალა თუ რაღაცა, ყველა მოაწერეს ვენერა ობოლაშვილს. რეალურად თქვენ ვინ მოკალით? ის არც ის არ მომიკლავს. ის ლოთი იყო და ის კიდე თავისი დაიქჩო ეს ქალი. მარია არზამასცევას სახლი ვის დარჩა? არ ვიცი, რა ვიცი. მაგას ქონდა ნაანდერძები ჩემ გოგონაზე ეგ ბინა და
მე დავანებე თავი არ მინდა შენი არც არაფერი. მიუხედავად იმისა, რას ამბობს დღეს, ვენერა ობოლაშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა და საპატიმრო 3 წლის წინ დატოვა. მაშინაც გათავისუფლებულმა პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ კურიერი PS მისცა. რა ვიცი, რამდენი ჟურნალისტების შემქმნელი იმდენი ეს დუბლიო გამაცვია გაწო. ამბობს, რომ უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი სუნამო. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში თურმე სტილისტობად შეისწავლა. სარკეს მეუბნე, ო ვენო, შენ ხო ლამაზი გოგო უნდა იყო, აბა აი პრანჭი, აბა ისა მოვისხავ ხოლმე ჩემ კოკოფენალის დუხსა და რა ვიცი, სტილისტები ვისწავლეთ მის, ვისწავლე კიდე ისა რა ქვია. სახის მოვლა. ვინმეს უკეთებთ ამას? თუ მომინდება კი, მაგრამ შეიძლება მეზარება. ვის უკეთებთ ხოლმე? რა ვიცი, ყოფილი დაქალებ, ახალ ახლა მყავს ჩემი კოლა გოგუები, ბიძაშვილის თოლები, ძლები, რა ვიცი, რაღაცა და ყველასთან მიღებული ხარი ვარ. ძიმე ბრალდებების, საპატიმროში მოხდილი მრავალი წლის და შვილთან კონფლიქტის მიუხედავად ვენერა ობოლაშვილი ბედს მაინც არ უჩივის. ჩემი ცხოვრება კი სევდიანია, მაგრამ საინტერესოა და თავგადასავლებით სავსე.